რაჭიდან პირდაპირ მიხეილ მესხის სტადიონზე მარტო არა, მთელი რაჭა წამოვიყვანე. ყველა ვინც ერთად რაჭაში ვისვენებდით იბერიას თამაშისთვის თბილისში ჩამოვედით. საყვარელი მომენტი იყო დაგეგმოთ წამოვიდოდით თუ არა თამაშზე. ნინია, რამდენჯერ ხარ ფეხბურთზე ნამყოფი? მესამე დღეს. ძალიან საინტერესო თამაშია, დაძაბული თამაშია, დაძაბული. ყველა კმაყოფილია თამაშით. დაძაბული თამაში 120 წუთი გაგრძელდა და ამ ხნის მანძილზე თითქმის სავსე სტადიონზე ქართველი გულშემატკივარი არ გაჩერებულა. საკმაოდ ბევრი მაყურებელია მოსული და ეხლა განახებთ. მითხარი ვინ მოიგებს? იბერია. იბერიაში ვის გულშემატკივრო? ვართვის. შენ ვის გულშემატკივრო? მე ქართველი. ვართიშვილი რატომ მოგწონს? იმიტომ რომ დაბადებიდან ვიცნობ და ახლო ურთიერთობა მაქვს და მაგრამ თამაშობს. დაიწყო თამაში. 62 წუთია ვართიშვილს დაუძახეს და ვართიშვილი შეება თამაში და ნახოთ გააძლიერებს თუ არა მისი შესვლა იბერიას და მოახერხებს თუ არა ამ გადატეხას თამაში რომ გოლი გაიტანოს, იმიტომ რომ უბრალოდ გოლი არ გადის. არიდან გამოიტანა. ბევრი ბრძოლის შემდეგ როგორც იქნა გავიდა გოლი. რა ხდება? გოლი გაგვიტანეს. 1-1 არა უშავს. 76 წუთია და უნდა შევძლოთ. ამ თამაშის მოგებას უბრალოდ იმსახურებს იბერია. იმედია ეხა გავა გოლი. აგრები ხარ. მე 20 წუთი დაიწყო.